დონალდ ტრამპსა და ჯორჯა მელონის შორის მოულოდნელი უთანხმოება უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობებში გაჩენილმა ბზარმა ასახვა რომისა და ვაშინგტონის პოლიტიკურ დღესასრიგზეც პოვა. მას შემდეგ, რაც დიდი შვიდეულის შეხვედრაზე გულთბილი საუბრების შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნებულმა ამერიკელმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ჯორჯა მელონი მასთან ერთად ფოტოს გადაღებას ემუდარებოდა, რომი ძალიან გაღიზიანდა და პასუხიც არ დააყოვნა. მიუხედავად ამისა, ამერიკის პრეზიდენტი არ ჩერდება და უკვე დღეს მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აშკარად ჩანს ჯორჯა მელონიზე ბოლო თავდასხმების რეალური მიზეზი. ტრილიონობით დოლარის ნატოსთვის გაგზავნის შემდეგ იტალიასა და მის პრემიერ-მინისტრს არც კი უფიქრიათ ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და მისი ძალიან სერიოზული ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულიყვნენ. აწლეულების მანძილზე ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ როდესაც დრო დადგა, ისინი ჩვენი და მთელი მსოფლიოს დასაცავად გვერდში არ დაგვიდნენ. ეს კარგი არ არის. ყველაფერი იგი იმ უარს უკავშირდება, რომლითაც იტალიამ ამერიკის შეერთებული შტატები გაისტუმრა, როდესაც მას ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩართვაზე უთხრა უარი. ჯორჯა მელონი ამ ომს თავიდანვე არალეგალურად აფასებდა. მეტიც, რომ უარი უთხრა ამერიკის სამხედრო თვითმფრინავებს იტალიაში დაშვებაზე, როდესაც ამას თავდაცვის სამინისტროს გაუფრთხილებლად აპირებდნენ. უკვე თვეების შემდეგ დონალდ ტრამპის ახალი განცხადებით გაკვირვებულმა ჯორჯა მელონიმ პასუხი არ დააყოვნა და პრეზიდენტს ურჩია მის ნაცვლად საკუთარ რეიტინგზე იფიქროს და რომ ის იტალიის საუკეთესო ინტერესებს ამსახურება. Dunque certe cose meritano una risposta immediata. გარკვეული საკითხები დაუყოვნებლივ პასუხს მოითხოვს. დონალდ ტრამპის განცხადებები სრულიად გამოგონილია. გულწრფელად რომ ვთქვა, გაოცებული ვარ. არ ვიცი რატომ იქცევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასე საკუთარი მოკავშირეების მიმართ. ბოლოს და ბოლოს ეს პირველი შემთხვევა არ არის. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სამწუხაროდ ის იგივე სიმტკიცეს აავლენს დასავლეთის მტრების, ამერიკის შეერთებული შტატების მტრების მიმართ, იმ ლიდერების მიმართ, რომლებთანაც პირიქით გაძლებით უფრო დამთმობი და შემწყნარებელია. მაგრამ ერთი რამ უნდა ახსოვდეს, იტალია და მე არავის არაფერს ვეხვეწებით. Però una cosa se la deve ricordare, io e l'Italia non imploriamo mai. იტალიის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა არერთმა პოლიტიკოსმა გამოუთქვა ქვეყნის შიდა პოლიტიკური სპექტრიდან. თავდაცვის მინისტრთან ერთად მას სოლიდარობა გამოუცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი სწორედ ამ მიზეზით გადადო. Come sapete, purtroppo ci sono state როგორც იცით, სამწუხაროდ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იტალიის პრემიერ-მინისტრის მისამართით გააკეთა ძალიან სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებები. ამის გამო გადავწყვიტე გამეუქმებინა ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ორშაბათსა და სამშაბათს იყო დაგეგმილი, რადგან ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე იტალიას ისეთი შეურაცხყოფა მიაყენოს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიაყენა. ha fatto il presidente degli Stati Uniti. რეზონანსი მომხდარს ჰქონდა ქვეყნის საზღვრებს გარეთაც, მათ შორის ესპანეთშიც, რომლის პრემიერიც მანამდე იმავე მიზეზის გამო ასევე გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თავდასხმების ობიექტი. პედრო სანჩესი სოლიდარობას უცხადებს იტალიელ კოლეგას, რომლის მსგავსადაც ირანში თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კამპანიაში ჩართვაზე არაერთი გზით თქვა უარი და ომს უკანონოც არაერთხელ უწოდა. Sobre Meloni quiero decir que რაც შეეხება ჯორჯა მელონის, აქ ორი საკითხია. პირველი, მას სრულ სოლიდარობას ვუცხადებ. მეორე, მინდა იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ საჯაროდ თქვენი კითხვის პასუხად არ მithkoms. იგივე პირადადაც განვაცხადებ ევროპის საბჭოს ფარგლებში. მე მას სოლიდარობა გამოვუცხადე ამ თავდასხმის გამო, რომელიც არც პოლიტიკური ხასიათისაა და არც პირადი. გულწრფელად რომ თქვა, არც კი ვიცი ზუსტად როგორ უნდა აღწერო ის. este ataque que no es ni político ni personal, no, realmente tampoco sé cómo calificarlo. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის მეორე ვადაში ჯორჯა მელონი დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა. იტალიელმა პოლიტიკოსმა ამერიკელ პრეზიდენტთან ბევრი იდეოლოგიური თანხმობის გამო თბილი ურთიერთობები ჩამოყალიბა და ერთადერთი გახდა კონტინენტზე, ვინც ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო. თუმცა ირანში ამერიკის მიერ წამოწყებული ომი ამ თანხმობაში დისონანსის შემომტანი აღმოჩნდა. სულ ბოლოს კი განაწყენებული ტრამპის რეპლიკებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მომავალზე გარკვეული კითხვები გააჩნია.